აბა რა არის ეგ საოცარი კულტურა? ეს არის დედამიწის საოცრება. მადლობა. ქიზიყელები როგორი ხართ? აი როგორი ხასიათი? კარგად ვიყოთ, გაგვიმარჯოს. მოგესალმებით მეგობრებო. ეხლა ჩვენ მივდივართ სიღნაღის მიმართულებით. ჯერჯერობით ესე მივყვები მუნიციპალიტეტების მიხედვით, თუმცა ეგ მნიშვნელოვანი არ იქნება ჩემი მოგზაურობის განმავლობაში, რადგანაც იმ მომენტში რაც იქნება გადასაღები, იმას გადავიღებ. სეზონის მიხედვით რაც იქნება ჩემთვის მისაღები. სანამ კარგი ამინდებია და სანამ შეიძლება კიდევ მოტოციკლით სიარული, ვესტები მაქსიმალურად მეტი გადავიღო. ცოტა ხანს გავაჩეროთ. გამარჯო. რა ლამაზი ჩურჩხელები. ლამაზი ჩურჩხელები გაქვთ. ეს თეთრი ჩურჩხელარი ისი არის? შოკოლადია. თეთრი შოკოლადია? ძალიან ლამაზია. შეიძლება გასინჯო. კაი, ეგ მომეცი ერთი. რა ღირს? არიან ტურისტები? როგორ? კაია თუ მოწონთ და ჩამოდიან. ძალიან მრავალფეროვანი არჩევანი აქვს ჩურჩხელის. მე ამდენი ჩურჩხელის სახეობები არ მინახავს არასდროს ერთად. ალბათ არის მოთხოვნა განსხვავებული ფერის ჩურჩხელებზე, და რაზეც არის მოთხოვნა, იმასაც აკეთებენ. მე პირადად მიყვარს ნამდვილი კახური ჩურჩხელა, კარგად დადუღებული ბადაგით, კარგად გამომშვალი თეთრი ნიგზით, თხილითაც და ნუშითაც. მოკლედ ესეა საკითხი რა. არის თეორიული შანსი იმის, რომ იორმუღალოდან გადავიდე ივრის ხეობაში, ივრის აღკვეთილამდე. შემდეგ ნახო ქოლაგირის მონასტერი და მაქედან გადავიდე უკვე სიღნაღში. თუმცა საკმაოდ რთული გზაა და არ ვიცი, ნახოთ, უნდა ვიკითხო, რამდენად შესაძლებელია. ცოტა ხანს გავჩერდი ბადიაურში, აი წეღან ჩურჩხელა რო ვიყიდე, შევჭამ და გავაგრძელებ გზას. ყავა და ჩურჩხელა მშვენიერია. ეხლა როგორც მითხრეს, იორმუღალოდან ძალიან ცუდი გზაა და შეიძლება ვერ გადავიდე და არ ვიცი, ალბათ წავალ პირდაპირ ნუკრიანის მიმართულებით და შემდეგ ვნახოთ, თუ დრო დამრჩება უკვე ქვემო მაღაროდან წავალ მაგ მიმართულებით. ქიზიყის შესასვლელთან ეს ცნობილი ტრაქტორი მიუძღვნეს ელენე ნაჭროშვილს.
იგივე ელენე ბებოს, რადგან იგი იყო პირველი მექანიზატორი ქალი. ქმარი ადრე გარდაიცვალა და 3 შვილი რომ ჰყავდა სარჩენი, ტრაქტორზე მუშაობა ამიტომ დაუწყია. 60 წლის რომ გახდა, გრანდიოზული დაბადების დღე გადაუხადეს. საქართველოს მთელი მთავრობა ტიბაანში იყო. ამ ღონისძიებას ესწრებოდნენ მოსკოვიდან ჩამოსული მაღალი თანამდებობის პირების. ელენე ბებო თურმე 3 მოწვევის საქართველოს უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ყოფილა. სხდომებისა და ყრილობების დროს თბილისიდან უგზავნიდნენ ავტომანქანას და დიდი პატივით მიჰყავდათ. სასტუმროში ასვენებდნენ და შემდეგ თავადვე ჩამოყავდათ სოფელში. ქიზიყელი ბრძანდებით? ძალიან კარგი. აი, დასათვალიერებლად ვარ ჩამოსული და რის ნახვას მირჩევთ? აქცირთად შეგნაის ქალაქის დათვალიერება და ნინო წმინდა. თქვენი სახელი და გვარი რომ მითხრათ? ომარი მანჯაფარაშვილი. თქვენი კახელი ხარ თუ ქიზიყელი უფრო? გურჯაანის რაიონი მთავრდება კარდენახამდე. კარდენახის საკეთ ანაგის ჩათვლით. ეს არის ჩვენი ქიზიყი. ქიზიყელები როგორი ხართ? აი, როგორი ხასიათი? განსხვავება ყველა ხალხში განსხვავება არის, რა თქმა უნდა, ყველას თავისი აზრები აქვს, ყველას თავისი კანონები აქვს. რა, უფრო მკაცრი ხასიათი, ხო, ალბათ? კი, მე უნდა მეთქვა მართალი ბრძანდებით, უფრო აი ამაყები ვართ. არ გვიყვარს უსამართლობა. ატყობრო ჩაგრავს რაღაცა. მაგას ჩვენ ქიზიყელები ვერ იტანთ. როგორც უბატონო ხარიდან, ხო? ყველგან ბატონი არ ყოფილა, იმიტომ არ ყოფილა, რომ ჩვენ ასეთი ხალხი ვართ რა. და იუმორიც რაღაც განსხვავებული გაქვთ, ხო? კი. გამიხარდა თქვენთან გასაუბრე, ბოდიში ვერ ჩამოვედი. გაიხარეთ თქვენსაც. აქ ვერ ცოტა ცუდი ის არის, ვერ გავაჩერებ. რამდენი წლის წანდებით? თქვენი აზრი მაინტერესებს. ალბათ 72-ის. სხვადასხვა სულ ასე მეუბნება ის. 84-ის. რას ამბობ? შვენილად გამოიყურებით. მადლობთ. აი, გამიხარდა თქვენი გაცნობა, კარგად იყავით. კეთილი მგზავრობა, ხილათი არის შვილო. ლამაზესია სიღნაღის ქუჩები. ძალიან მიყვარს აქაურობა. განსაკუთრებით შემოდგომით აქვს აბსოლუტურად სხვა ხიბლი და ელფერი. აქედან იწყებოდა ქალაქი და ქალაქს გარშემო მთლიანად ჰქონდა შემორტყმული ესეთი გალავანი, რომელიც იყო მტრისაგან დასაცავად. ძირითადი ნაწილი შეიძლება აღარ არსებობდეს, მაგრამ საკმაოდ არის შემორჩენილი. აქ არის ძალიან ლამაზი გადასახედი ავალთ. გალავანი ქონდა გარს შემორტყმული. ალბათ იქნება სიმაღლეში 1.7-8 მეტრი მაინც იქნება ალბათ რა, საკმაოდ აქ არ ვიცი რა ხდება.
აქაც მეორე გასასვლელი იყო ალბათ. Ciao, Ciuga. აქედან იშლება ულამაზესი პანორამა მთელ სიღნაღზე. და ხედი იშლება მთელ ალაზნის ველზე. ეს ადგილი უყვარდა ძალიან, თორმე ერეკლე მეფეს და ხშირად სტუმრობდა ხო. და რა ლამაზია კავკასიონზე თოვლი რომ არის და თან შემოდგომის ეს ლამაზი ფერები. ეხლა წავედით ბოდბის მონასტერში. ძალიან მიყვარს მანდ მისვლა და ისე ვერ წავალ რომ არ შევიარო. კაი, Ciuga, კაი, რა გჭირს ახლა, კაი. კაი, Ciuga, არ. ქვემოთ არის წმინდა ნინოს წყარო. გამბანვა ხდება. ჩადიან ხოლმე, შეგიძლიათ ჩახვიდეთ. ზოგადად ბოდბის მონასტერი დაარსდა მე-5 საუკუნეში. ხოლო ეს ეკლესია არის მე-11 საუკუნის. და ეს აგრეთვე არის დედათა მონასტერი. და საეპისკოპოსო. აი. და გავსდე რომ მე ცოტა ავაჩქარო და. აი, ცოტა. გამოდი ბიბი, აი. ეს არის წნორი, მეგობრებო. ეხლა მოკლედ მივდივართ ერთ კარგ ადამიანთან, ძალიან წესიერ და მშრომელ და საოცრად მიზანდასახულ და უკარგეს ადამიანთან მივდივართ. საუბრე და დაგხვდება ძალიან მალე და წავალთ მაგის მეურნეობისკენ. ნიკას აქვს ბიომეურნეობა. ეხლა ბევრის საუბარს აზრი არ აქვს ჯერ და თვითონ მოგვიყვება ყველაფერს. ორ ახალ ესი წავალ და გამომყევი რა დაახლოებით 1 კილომეტრი ნახევარში. ხო, არ არის პრობლემა. კი ბატონო. ეს რა ტერიტორია გაქვს ახლა შენ? აქ არის ჰექტარი და 20. აჰა. მაგრამ იქით ვიყიდე ახლა ჰექტარ ნახევარი 25 წელს დაუმუშავებელი მიწა
და იქვაპირებ ახლა სათბურების გაკეთებას რა. იმიტომ რომ ის მიწა იმენ ძლიერია ძალიან რა და გარანტირებულად ვიცი რომ მოვა. აბა რა არის ეგეთ საოცარი კულტურა? ეს არის დედამიწის საოცრება. ვა. აი ეს ცოტა აქეთ გავიდით. ბატატი. ტკბილი კარტოფილი. იასამის ფერი მაქვს მე რა. ხო და რეალურად ხო იასამის ფერს ხაბარი არა მაქვს აქ და აქვს დაბალი შაქრიანობა. და ჯამთელობისთვის არის ნომერ 1. იასამის ფერი არ გამისინჯოს მე. აგერ. და ეხა შეგიძლია ეგ როგორ იჭმება? ეს შეგიძლია ჭამა ცოცხლადაც. ანუ ცოცხლად იმენ წაბლის გემო მოხარშული შემწვარი. ეს შეგიძლია ჩადო და გასინჯო რა ძალიან გემრიელია. ყველას მოსწონს რა ვინც კი წაიღო და ხო ვინც კი იცის ამის ფასი. ანუ ყველა ყიდულობს რა. შვენიერი. მადლობა. ხო და შენ როგორც პოდკასტის ფორმატი რა. შენ როგორც გაგისწორდება, მე სრულიად თავისუფალი ვარ ყველა მიმართულებით რა. ანუ ჩემთვის ის არის რა ქვია, ანუ ადამიანები როცა ესე თავისუფლად არიან ხოლმე, ჩემთვის კომფორტია ეგ ძალიან რა. და ეს სივრცეც რეალურად ეგეთი სივრცე უნდა იყოს, რომ ანუ ადამიანები რომ მოვლენ აქ, სრულიად თავისუფლები იყვნენ რა. ანუ რაღაც ენერგიას გრძნობდნენ, რომ აი რაღაცა ბუნებასთან კავშირში ვართ, რაღაცა ადამიანების ურთიერთობები ძალიან მნიშვნელოვანია. აი ბოლო პერიოდია არა, ბოლო წლებია, ანუ რაღაც ადამიანური რაღაც ფაქტორები უკანა პლანზე გადადის რა და გამოდის ფინანსები, ფული, ანუ ფული თუ გაქვს. აი ამ სივრცეში საერთაშორისო ეგ ყველაფერი მინდა რომ ხდებოდეს რა, რომ აი რაღაცა ადამიანური ამბები ძალიან აქტიურად იყოს ხოლმე რა. და ეგ ენერგეტიკა მინდა რომ დატრიალდეს. თან ეხა ისეთ რაღაცებს ვაკეთებ ეხა მე და ისეთი რაღაცების კეთება მინდა რომ აქ ისეთი ტიპი არ მოვა რა. შეგნებული ადამიანები მოვლენ აქ, რომ აი რამდენად მნიშვნელოვანია ზოგადად ბიომეურნეობა, ზოგადად გარემოს დაცვა, ეგეთი ტიპები მოვლენ აქ რა. მოკლედ აი მანამდე რა საქმიანობდი სანამ ამას დაიწყებდი და ეს როდის დაიწყე და ეს იდეა როგორ გაგიჩნდა? ინსპირაცია რა იყო რა ამ ყველაფრის? მანამდე ანუ სანამ ამ საქმიანობას დავიწყებდი, უნივერსიტეტში ვსწავლობდი რა და იქიდან წამოვიდა რეალურად ეს. რაზე სწავლობდი უნივერსიტეტში? საინჟინრო გეოდეზიაზე. ანუ ჩემი პროფესია არ არის საერთოდ რა, ისეთ რაღაცაში ჩავობარე, რაც არ ვიცოდი რეალურად რაზე ჩავობარე რა. ზოგადად მე მგონი ადრე უმრავლესობა ეგრე ეკეთებდა, აბარებდა და მე იგებდა რა უნდოდა რა. რა მინდოდა იქიდან წამოვიდა, რომ აი სულ ვარჯიშობდი, ჯანსაღად ცხოვრობდი და კითხვები გაჩნდა, რომ აი ცხოვრობ რა ვჭამ არ ვიცი რა. და მე მაქინე წამოვიდა რომ მოდი აგრაურში ჩავობარე, მე იქ ცოდნა მივიღე რაღაც სახის და წამოვედი ეგრევე აქეთ რა და დავიწყე ეგრევე. რამდენი ხანია? მე 7 წელია ეგ ამ საქმეში ვარ რა. ოღონდ აი როგორ ვთქვა, ფინანსები იყო ყოველთვის დამაბრკოლებელი თავიდან რა, ჩემთვის რა ვერ ვითარდებოდი. წარმოიდგინე ახლა ბოლო 2 წელია რაც დავიწყე განვითარება რა. თორე მანამდე როგორ ვთქვა, აი უბრალოდ ჩემთვის სამყოფილი მქონდა რა, სხვა არაფერი. ეხა რეალურად დავიწყე უკვე განვითარება, აგერ მიწები შევიძინე, სათბურებს ვაკეთებ, ტრაქტორი უნდა ვიყიდო და ანუ უკვე შემიძლია რომ რაღაც წარმოებაც გავზარდო, რაღაც ცნობიერებაც საზოგადოებაშიც უფრო მაღალ ლეველზე ავიყვანო და ეგ ჩემი მიზანი საერთოდ ჯამში, ანუ უმთავრესი მიზანი ჩემთვის არის ის რომ გარემო შეიცვალოს. ანუ ჩემთვის აი გარემოს დაცვა, ბუნებით ვარ გარემოს დამცველი რა. ჩემთვის ნომერ 1-ია რომ ანუ გარემოში სადაც ცხოვრობთ იყოს ჯანსაღი რა. ხო და ჩემი მიზანი ეგ არის რომ რაღაცნაირად ჩემი გვერდიც მაგას ემსახურება, ანუ გაყიდვებს არ ემსახურება ჩემი გვერდი მარტო რა. ანუ ემსახურება იმას რომ რაღაც ცნობიერება აწიოს მაღალ დონეზე, რომ ადამიანები რეალურად ხო, ანუ ჩვენი სიცოცხლის ხანგრძლივობა ძალიან მცირეა რა. ანუ წარმოიდგინე 50 წელს ადამიანი გახდება და რაღაც ემართება და კვდება. როცა
შეიძლება რომ 80-90 წელი ისე იცხოვროს, რომ ჯანსაღად და ბედნიერად რა. დავით რატო ხდება ეგრე და თითქოს რატო ხდება? ანუ გარემოს გამო აგერ იქ რო იწვის ახლა ის კვამლი მაყენებს მე ზიანს და ადამიანებს. აქ რო ვიღაცა ტონობით დააყრის, რავი, პესტიციდს და ჰერბიციდს იხმარებს და სასუქებს დააყრის ტონობით, მაგიტო ხდება, ანუ გარემო წყალი, საკვები, რასაც უნდა იმას თითქოს ერთი შეხედვით ვერ ხედავ რა. ხო, ხელი შეუხა, რაღაც კლავს. ხო, მაგას ვიზახი. უბრალოდ აი არის კონკრეტულად რა კლავს. და თუ ქონია ახლა ეს საქმე დაიწყე, ამ ხელა რაღაცა შეეჭიდე. აი თუ ქონე იმედგაცრუებები და თავისდანებების თუ ადამიანში ხო არის ხო იცი რაღაცა რა რაღაც მომენტები რომ აი ეს რა შევეჭიდე რა მინდოდა ხო აი ხალხი მუშაობს ხო არის ბევრი და ანებებს თავს რომ აქ არაფერი არ გამოდის წავედი მოხიგე ევროპაში არა ეგ მოდია ქალაქში წავალ რაღაცას ვიშოვი და რაღაც არა ეგ მომენტი არასოდეს არ ყოფილა არასოდეს არ მქონია იმ რა თქმა უნდა იმედგაცრუებები მქონია მაგრამ ეგ მომენტი არასოდეს არ მქონია რომ მოდი შევეშო ამ საქმეს ანუ მე ძალიან მიზანდასახული ვარ რა და ვიცი საითაც მივდივარ რა და ეხა ზოგადად ნებისმიერ სფეროში რა ანუ ერთი უკან გადადგმული ნაბიჯი თუ გაფერხებს ესე იგი საქმე არ გიყვარს და უნდა გაანებო მაშინ თავი და მე ეს საქმე მიყვარს და ბოლომდე მივიყვან კი არა და ჩემი რაღაც სურვილები და ოცნებები რაც მაქვს იმას აუცილებლად შევასხავ ფრთებს პროგრამირებელია ბავშვობაში რომ ჭამდი ხოლმე სოფელში აი იმის გემოაქვს ეხა ისეთი გემრიელი ვეღარ არის რა იმიტომ რომ უკვე ფოტოსინთეზი ვეღარ მიმდინარეობს ფოთლებში რა და ისეთი გემრიელი ვერ არის მაგრამ სეზონზე არის უგემრიელესი რა წარმოება ბოსნაურში ყოველთვის მიჭირდა რა ყოველთვის აი სტაფილო ჭარხალი ბროკოლი ეგეთი რაღაცა ყოველთვის მიჭირდა იმიტომ რომ რეალურად როგორ ვთქვა რაოდენობრივად ვერ ვზდიდი იმიტომ რომ მიწა არ მქონდა პლუს მაგას რესურსი არ მქონდა ადამიანური რომ უფრო კარგად მეკეთებინა საქმე და ეხა უკვე მაქვს რა ყველანაირი შესაძლებლობა პლუს ტრაქტორიც მომემატება ძალიან მოგლეთ მადლობა მადლობა შენ მე ძალიან გამიხარდა და გისურვებ წარმატებებს რა მადლობა შენ საქმეში და რა მიზნებიც გაქვს ყველაფერი მინდა რომ აგისრულდეს და მინდა რომ ისე განავითარო რომ ბევრი ადამიანი ჩამოვიდეს ადგილზე შენს გაგიცნოს შენი მეურნეობაც გაიცნოს და მოკლედ წინ და წინ წაიწიოს შენმა საქმემ რა კი იქნება ყველაფერი მადლობა შენ რომ რაღაცა მესტუმრე და საინტერესო საუბრები და პროცესები წავიდა ჩვენს მოკლედ წამოვიდეთ ნიკა ბაგალიშვილის ბიომეურნეობიდან რომელსაც ქვია სამყურა და ეხლა კიდე ერთ საინტერესო ადგილას მივდივართ აწარმოებენ მრავალი დასახელების ლუდს კიდე აქვს საცხენოსნო მეურნეობა და ნახოთ აბა როგორ მოგვეწონება ანუ კიდევ ქონიათ რესტორანი და ნუ მოკლედ ფიქრობ რომ საინტერესო ადგილი იქნება საინტერესო თქოს მოწყობილი გამარჯობა კი მეგესაუბრეთ როგორ ზანდებით კარგად ლավ ცუგა გამარჯობა ცუგა გამარჯობა როგორ ახარ ძალიან საინტერესო ადგილი ეს არის ამათი წარმოებული ლუდი მე ნამდვილად არ ვიცოდი სიღნაღში თუ ლუდი იწარმოებოდა და ესეც საინტერესო და განსხვავებულ ადგილს მოვაგენი თან მზის ჩასვლა არის და ულამაზესია აქაურობა ეს არის ლოსტრიჯინი სოფელი ქედელი სიღნაღის რაიონი არის ძალიან საინტერესო ადგილას დაკარგული თხემი რა ესე ქვია ამ ადგილას თითქოს აქ არაფერი არ არსებობდა და ესეთი საინტერესო კონცეფციის რაღაც შექმნეს, სადაც ძალიან ბევრი სახეობის ლუდი იწარმოება, აქვთ ძალიან ექსკლუზიური და განსხვავებული კერძები, როგორც თვითონ მეუბნებიან და ქიზიყურიცო და ქიზიყური არის ნახოთ რა შეიძლება ქონდეთ. და
და ულამაზესი გარემოა თან შემოდგომას, ნუ არ ვიცი. ლუდი მაინც ბევრი არ ნუ რამოდენმე ყუპინე დავლიო ლუდი, რამე ის ასპორტზე. კაი მოდი იყოს, რადგანაც ის ქიზიხში ვართ და ხორცეული ნაკლებითა გვაქვს, როგორ? ხო, ლობი ქიზიყურად იყოს, მაშინ ერთი პური იყოს და ერთი ლუდი რაც გითხარით, ეგ მომდი, ერთი ეგ იყოს. ვაუ, მართლა მაგარია. ბლონდი ესე ქვია ამ დასახელებას. ბევრი დასახელება აქვს ლუდის. ხო და მას ერთ-ერთი ავარჩი, ეხა ამასაც ვერ დავლებ, იმიტომ რომ საჭესთან ვიქნები და ახლოებით 1 საათი გავჩერდები აქ, ალბათ 40 წუთი და მე გავაგრძელებ გზას. ნუ რამოდენიმე ყურს დავლე, უბრალოდ გემოს გამო რომ გავიგო, როგორი გემო აქვს. და ნუ რავი, ჩემთვის მართლა აღმოჩენა ესეთი საინტერესო ადგილები, ძალიან სიწყნარე, ძალიან სუფთა ჰაერი. ეხლა ამას რეკლამის გამო არ ვაკეთებ, თქვენს კარგად იცით. ზოგადად უბრალოდ რა ადგილსაც ვთვლი, რომ ასე ვთქვათ, რამე განსხვავებულია, საინტერესოა და ღირს გადასაღებად მივდივარ და ვიღებ რა. და ჩემთვისაც განტირთვა არის და ასე ვთქვათ მიყვარს მოგზაურობა, მარტო მოგზაურობა დიდად მივხვდი რომ არ მიყვარს. მაგრამ ალბათ ჩემი მეუღლე შემომიეცდება, ნანკა. მოკლედ კი არ გიყვარს მოტოციკლი ვიცი, მაგრამ შემომიეცდი და ერთად უფრო მაგარ დროს გავატარებთ. ხო, ნუ ჯერჯერობით მარტო დავდივარ. ერთად ძალიან ბევრი გვაქვს ნატარი, მაგრამ მოტოციკლზე ზოგადად ეშინია დაჯდომის. და ნუ მეც ეხა არ მინდა დავაძალო, ნუ თვითონ თუ გადაწყვიტა, რა თქმა უნდა შემომიერთდება. თუ არა და მე ჯიპს ვიყიდი და მე ჯიპით ვიმოგზაურებთ. კარგად ვიყოთ, გაგვიმარჯოს. სანამ ლობიო ქოთანში ქიზიყურად მომიტანეს და მის დაგემოვნებას შეუდეგი, ამასობაში ჩვენთან მოვიდა ესპანელი ქალბატონი, რომელიც დაინტერესდა თუ რას ვაკეთებდი, რატომ წვერდი ვიდეოს და რა კერძი შევუკვეთე. თავიდან ცოტა გამიკვირდა, რადგან ქართული მენტალიტეტიდან გამომდინარე, ასე თამამად უცხო ადამიანთან ვერ მიხვალ და ვერ კითხავ მსგავს რამეებს. თან გვერდით მეუღლე ეჭდა. მაგრამ როგორც ვიცი, ესპანელები ძალიან გულღია, ცნობის მოყარე და თამამი ხალხია. ჩვენ შორის ძალიან სასიამოვნო საუბარი შედგა და ბევრი რამ გამოვკითხეთ ერთმანეთს. ჩემ YouTube არხითაც დაინტერესდა. მეც გავუზიარე ჩემი მოგზაურობის შესახებ და ვანახე, რა სახის ვიდეოებს ვაკეთებდი. Thank you. კაი ლუცახარში, გამარჯობა. მე ჩვენერი ადგილია. ნუ მოკლედ როგორც ჩანს მენეჯერს არცალია რომ აგვიხსნას სად რა იწარმოება, თუმცა მეგონი საკმარისია სტუმრები ყავს რა მოკლედ რა. მე რაც მოვისმინე, რომ აქ აწარმოებენ განსხვავებულ ლუდებს, 6-ზე მეტი დასახელება აქვთ. და ანუ ესენი არის ლუდი ბროწეულით, ერთ-ერთი საინტერესო სახეობა კიდე ყურძენი და ლუდი ერთად. ყველას ვერ დავაგემოვნებ, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ საჭესთან ვარ. ვისაც გაინტერესებს მსგავსი ადგილები, ესეთი მყუდრო, განსხვავებული, წყნარი, შეგიძლიათ მოგბრძანდეთ. ხო, მე პირადად, რა ვიცი, ნასიამოვნები დავრჩი, ჩვენიერი იყო. და ახლა გავუყობი გზას თბილისისკენ. მოკლედ, ასე დასრულდა მეგობრებო დღევანდელი დღე. ვფიქრობ, საინტერესო დღე გამოვიდა. ნუ რაც მოვასწარე ეს არის, იმიტომ რომ მაინც ძალიან დიდი დრო მიაქვს ამ ყველაფერს. თუ მოგეწონათ ვიდეო, დაალაიქეთ და აკომენტარეთ, ვინც ბოლომდე უყურეთ. მადლობელი ვარ ძალიან. სულ ეს იყო რა მომავალ შეხვედრამდე. აუ რა ძალიან ლამაზია მზის ჩასვლა.